უპირველეს ყოვლისა მოგესალმებით და მადლობა მინდა უთხრა ედიტორს, რომ მომცა საშუალება გამოვეხმაურო ამ მეტად სკანდალურ და ასე ვთქვათ, უფლებაშემლახველ საქმეს, რომელიც არის მაგდა პაპიძის საქმე. უპირველეს ყოვლისა ამ გოგონას მიმართ ძალიან დაირღვა უდანაშაულობის პრეზუმპცია, მისი ოჯახის უფლებები შეილახა და ასე ვთქვათ, ფეხით გათელა პროკურატურამ, პროკურორმა დავით ნეფარიძემ და ელენე ჩხეიძეზე კიდე ცალკე მაქვს სასაუბრო. მინისტრი არჩილ თალაკვაძე, მინისტრის მოადგილე უკაცრავად. ბატონმა არჩილმა მაგდას დაკავებიდან დაახლოებით 1 საათში Facebook-ზე განათავსა ასეთი შინაარსის სტატუსი. ბავშვისა და ქმრისა და შვილის მკვლელი დაკავებულია. არის თუ არა მეგობრებო, ეს პირდაპირ დარღვევა უდანაშაულობის პრეზუმპციის, პირდაპირ პროკურორები და მინისტრები გამოდიან და ხელს ადებენ ბრალდებულს. ფილმი მაგდას დღიურები, რომლებიც გამოვიდა სააშკარაოზე, ეს არ შეიძლებოდა რომ მომხდარიყო, იმიტომ რომ მაგ დროს მაგდამ მოითხოვა სხდომის დახურვა, ბატონი დათო ნეფარიძე გამოვიდა და მედიას წარუდგინა ყველაფერი, რაც უნდა მომხდარიყო, ასე ვთქვათ, დახურულ რეჟიმში. იქ იყო ერთი ციტატა, რომელიც ქალბატონმა ელენე ჩხეიძემ მეორე პროკურორმა სამჯერ გაიმეორა, რითაც მაგდას ფსიქოლოგია კიდევ ერთხელ გაანადგურა. ყველაფერს გავაკეთებ, რომ შეგისუნთქო. ეს იყო ციტატა მაგდას დღიურში. ბავშვის ვიდეო, სადაც პატარა თორნიკე, ასე ვთქვათ, უკითხავს ლექს დედამისს უძღვნის და იქიდან ამოჭრილი იქნა ფრაზა, როცა მაგდა ეუბნება თოკოს, რომ აი როგორ უყვარხარ დედიკოს, ეს ამოჭრეს და მე მინდა შევეხო ონლაინ გამოცემა New Posts, რომელმაც პირდაპირ დაარღვია მაგდას უფლებები და ეს გამოცემა ჩემი აზრით უნდა დაიხურო. პოლიციასაც კი მიმართავ, რომ აღიძრას საქმე ამ გამოცემაზე, იმიტომ რომ ასეთი შინაარსის ვიდეო განათავსეს სათაურით. დედის მიერ მოკლული თორნიკეს ლექსი. აი ასეთი სათაური ჰქონდა New Post-ის ვიდეოს. და ეხლა მინდა შევეხო ცოტნე გამსახურდიას. პირველი პრეზიდენტის ვაჟი პირდაპირ მოითხოვს, რომ მაგდა პაპიძე არ უნდა იყოს დაპატიმრებული, არამედ ის უნდა იქნას სახალხო დაკუწული. საზოგადოების რეაქცია. ჩემო ძვირფასებო, რატომ არ გაქვთ ისეთი რეაქცია, როდესაც მამაკაცები კლავენ ცოლებს? გვაქვს შემთხვევა, როცა მამაკაცმა ცოლ-შვილი დახოცა. არ გამოგიძიებიათ კი არა და არ ამწყდარა იმ ხელა ამბავი, როდესაც ასე ვთქვათ, ზესტაფონში ულამაზესი ანგელოზივით 23 წლის ბავშვი ყოფილმა ქმარმა მოდელი ბავშვი გამოასალმა სიცოცხლეს ეჭვიანობის ნიადაგზე. ძალიან ირღვევა ქალთა უფლებები საქართველოში და მე მოგიწოდებთ ქალთა დამცველ ორგანიზაციებს, რომ გააქტიურდეთ და კიდევ ერთ საბოლოოდ და ვასრულებ, მინდა მივმართო საზოგადოებას და ეს არ ამომიჭრათ, ძალიან გთხოვთ, უნდა დაიწყოს აქციები რა. მაგდას ამბავზე უნდა დაიწყოს აქციები, უნდა გამოხვიდეთ სულ ყველა ქუჩაში, იმის გამო რომ აღარ განმეორდეს სულხან მოლაშვილიზაცია რა. ჯერ მოგესალმებით და მადლობას გიხდით, რომ საშუალება მეძლევა ჩემი სიტყვის გამოთქმის. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო ის, რომ მე დაცვის ბრალდების მხარემ დამომგიშა სასამართლო პროცესებიდან, მე უნდა დავკითხულიყავი და არ მომეცა საშუალება, რომ სასამართლოზე წავდგარიყავი და ჩემი სიტყვა მეთქვა. როდესაც დამკითხა ბატონმა პროკურორმა, მას შემდეგ შემოვიდა ქალბატონი ელენე, გადახედა ჩემს მიცემულ ჩვენებას და რამოდენიმე წუთში შემოვიდა ქაღალდებით, ფურცლებით და დაიწყო უკვე შემდგომი ბეჭდა ჩემი ჩვენების. რამდენიმე საათიანი ლოდინის შემდეგ მე ორჯერ მომაწერინეს ჩემ ჩვენებაზე ხელი. მე ეს მინდა განსაკუთრებულად აღვნიშნო, იმიტომ რომ არ მიმეცია ჩემი შვილის საწინააღმდეგო ჩვენება და ეს მთელმა ერმა უნდა გაიგოს, რატომ იქნა დარღვეული ჩემი ჩვენება. ჯერ პირველი ჩვენება მე წავიკითხე და ხელი მოვაწერე. იმის შემდეგ მოხდა კიდევ ბეჭდა რაღაცების, იქ შემოვიდა კიდევ ახალგაზრდა გოგონა პროკურორი, რომელმაც მასთან ერთად ბატონ პროკურორთან ერთად დაიწყეს ბეჭდა. დაიხა რამოდენიმე ფურცელი ჩემ თვალწინ გადაიყარა და შემდგომ მეორეჯერ მომაწერინეს ხელი. მეორეჯერ მე ეს ჩემი ნაწერი არ გადამიკითხია, იმიტომ რომ დილიდან საღამომდე ლოდინში ვიყავი, როდის დაიწყებოდა ჩემი დაკითხვა. მეუღლის მკვლელობის თემაზე მინდა შევეხო. რატომ არის გავრცელებული ინფორმაცია, რომ ვითომ მე მოვკალი? ეს არასწორი ინფორმაცია. ის ადამიანი ჩამოვარდა მეხუთე სართულის სახურავიდან. ვისაც დაინტერესება აქვს და ვისაც შეუძლია რომ ეს გამოიწვიოს ეს საქმე, თავისუფლად შეგიძლიათ თალაგოლში შეეკითხოთ ნებისმიერ ადამიანს. და მე კიდევ მინდა მივმართო ქალბატონლილის, დედამთი ליლის. აი ამ საკითხებს რომ ომარის მაიკა რატომ არის შემოხეული, რატომ არ ემთხვევა დნმ და ბავშვის ნაკაწრზე რატომ არ ემთხვევა მაგდას დნმ. მე კი არ უნდა ვინტერესდებოდე ასე ძალიან. თქვენ უნდა ინტერესდებოდეთ ქალბატონო დედამთილო და მე თქვენ სახალხოდ გიწევთ, უფრო სწორად შენ დედამთილო ლილი
სახალხოდ გიწევ დებატებში და გასცემ ყველა იმ პასუხს, რაზეც არ დანაშაულებ ჩემ შვილს. და ჩემ კითხვებს გასცემ პასუხს და თუ შენ უარს იტყვი ჩემთან დაპირისპირებაზე, მაშინ ეჭვი მიჩნდება, ლომის წილი ხომ არ მიგიწვი სამშაუბნელ საქმეში. ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ. რატომ არ ინტერესდები შენი შვილის მკვლელობის დეტალებით და რატომ უნდა ვინტერესდებოდე მე ასე დაწვრილებით ჩაძიებას? ეს არის მამაკაცის ხელით ჩადენილი დანაშაული. ნამდვილად ვერ დავადებ ხელს, რომ აი ამან და ამან. ეს რაც არ დამინახია, ნამდვილად ვერ ვიტყვი, მაგრამ ეს არის მამაკაცის ხელით ჩადენილი. მე არ ვიცი, ვინ ვისაფარებს ხელს, ნამდვილად არ ვიცი, ნამდვილად ვერ ვიტყვი იმას, რომ მაგრამ ძალიან საეჭვოა ის ვითარება, როდესაც გამამძიებელი პირველივე დღეს ვერ ხედავს იმ დივანზე, ეგრეთ წოდებულ დივანზე, რაზეც თურმე მკვლელობა მოხდა, სისხლიან ლაქებს ვერ ხედავს. თვენახევრის მერე დედამთილი აცხადებს, იბარებს უпростоრად გამომძიებელს და აჩვენებს ყავისფერ ლაქებიან ტახტს, მერე ხდის თურმე დასჭიდა თვენახევრის მერე და სისხლიან ლაქებს ხედავს იქ. ხალხო, მოგმართავთ ყველას, თვენახევრის განმავლობაში, ნუ თუ ოდნავი სუნი ვერ იგრძნო დედამთილმა, ან ერთხელ მაინც არ გადაფენთხა ის გადასაფარებელი, რომელზეც ამდენი ნივთები იდო სხვა ოთახში სამძიმრის პერიოდში, როცა შემოიტანა არ გადაფენთხა ის ყავისფერი ლაქები, თვენახევრის მერე უნდა აღმოაჩინო ადამიანმა, არ მექნება პრეტენზია მე ამ საკითხებზე, დიახაც მექნება, რა თქმა უნდა. სწორედ ეს არის ის საჭიროებო საკითხები, რაზეც აუცილებლად პასუხი უნდა გასცეს კანონმა და ყველაფერმა აბსოლუტურად. როგორ შეიძლება ამაზე გავჩუნდე, როცა აშკარად დიდი დარღვევაა გამოძიებაში. რომ დავტიროდი და რომ დავხედე, თვალებს არ უჯეროდი, ეს ნახევარი ყური სად იყო გამქრალი? სად არის გამქრალი თორნიკეს ჯვარი? ეს ხოა ის სცენარი, აი უბრალო თვალით რომ შევხედოთ, რომ ნაბრძოლია, ეთყობა მამაშვილი ხომ ერთად გასულა და ნაბრძოლია, რომ ბავშვს არ აძლევდა, თქვა, როგორ არის გაწყვეტილი აბა თორნიკეს ეს ჯვარი და ეს დაკარგულია ეს ჯვარი. რატომ არის აღმოჩენილი იმ წინდებზე ომარისა, იმ ტანსაც თავის არეში ბალახის მაგვარი მასალები, ძაფებს რა უნდა იმ ჭრილობებში, რა ხდება ვერ ვიგებ. მე ამას კიდე დეტალებში ვერ ვაყალიბებ, როგორც შეიძლება ეს დაცვის მხარემ წარმოადგინოს ან ექსპერტიზის ტერმინოლოგიით, მაგრამ მე ასე გადმოგცემთ უბრალოდ, რომ ძალიან ბევრი საკითხია ისეთი, რომ დიდ კითხვის ნიშნებს ბადებს. რა თქმა უნდა, ჩემი შვილის გულის სიღრმეში რომ ჯეროდეს, რომ მაგდამ ეს გააკეთა და ეს საჭირო კითხვები არ მქონდეს თავში, პირველ რიგში მე დავსჯიმე ჩემ შვილს. პირველ რიგში მე ვარ ის ადამიანი, ვინც თქვა შევრცხვი საქვეყნოდ და ასეთი რაღაც მოხდა. ამას როგორ ვაპატიებ მე ჩემ შვილს?